წესებივით არ გვაქვს და რაღაცა განრიგი რომ თქვათ რაღაცა მე კონკრეტულად რაღაცას ვაკეთებ, მარიამი კონკრეტულად რაღაცას აკეთებს რა. ეგ რაღაც თავად ბუნებრივად გათავისებული გვაქვს, რომ ანუ ჩვენი შვილია და იგივე პასუხისმგებლობები მაქვს მე, რაც მარიამს და პირიქით რა. და ეგ ალბათ სპონტანურად ჩვეულებრივად როგორი დღეც არის და ვის რა გვაქვს და რანაირი დღის განრიგი გვაქვს, მაგის მიხედვით ვიქცევით რა. რაღაცა ის არ გვაქვს. დედამ უნდა აჭამოს და მამამ პურის ფული მოუტანოს და ღამე მოეფეროს. ანუ ეგეთი ის არ გვაქვს დამოკიდებულება. გუშინ ერთად ვიყავით მეგობრებთან ერთად, მაგრამ გართობითაც რაც ნიკა დაიბადა, ცალ-ცალკე გვიწევს ხოლმე გართობა, რომ მაგასაც თავის მოღამი აქვს. რაღაცნაირად ესეც რო უთანხმო და დღეს ახლა მე მივიდი აქციაზეც. აქციებზე მაგრად ჩხუბობდით ხოლმე ვინ ჩავიდოდა. საქართველოს ეძახის თუ ვიცით რომ აი ძალიან შვიდი მსვლელობა რაღაცა ნიკა გახსოვს საქართველოზე რო ვიყავით ერთად კი ყოფილა რომ მაგალითად მიწყობია და გიორგის ყოლია მთელი თვე ძალიან აქტიური გიორგი ყოფილა მე ყოფილა რომ მე უყოფილვარ ესე იმიტომ რომ რაღაცნაირად ვთვლით რომ ჩვენ იმისთვის რომ რა შევინარჩუნოთ ერთმანეთის ნიკასთვისაც მაგალითები ვიყოთ რაღაცნაირად ურთიერთობაც ღირს ალბათ მაგისთვის რომ ერთმანეთს გაუმარტივოთ ცხოვრება რომ რაღაცა რთული არ იყოს ისედაც ადამიანები სხვა სირთულეებსაც ვაწყდებით ერთმანეთშიც რაღაც ურთიერთობაშიც პირადშიც მაგრამ ამით ვფიქრობ რომ რაღაცნაირად ძალიან უმარტივებთ ამ ყველაფერს ერთმანეთს და პირიქით აი მაგალითად მე ტატუს ხატვა მინდოდა და გიორგი მამაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, იმიტომ რომ მე ვერ გამდი ამ ნაბიჯს არ ვიცი რაღაცნაირად და პირიქით ანუ რაღაც საჩუქარი გამიკეთა ეს აპარატები მომიტანა და ხატეო და არ იყო მომენტი, როცა თან ნიკა მაშინ ძალიან პატარა იყო, ერთი დღე არ ყოფილა, რომ ან რამეზე ნერვიულოს, რომ წინ გასტროლი მაქვს, აი ხაც მიწევს და ვაიმე გასტროლი მაქვს, ან გადაღება მახსოვს პირველად ამდენი ხნის მერე თან კორონა იყო მერე ბავშვი ამდენი რაღაცა და ქუთაისში უნდა წავსულიყავ რაც ერთი თვე გადაღებაზე და რაღაცნაირად ანუ ვიცოდი რომ ამ ყველაფერში იმის გარდა რომ ნიკას და გიორგის ურთიერთობა იმდენად ესეთია რომ ანუ ერთი წამით არ მაქვს ეს ყველაფერი რომ რაღაც დანაშაული შეგრძნებით ვწოვებ ბავშვს ძალიან დიდი თანადგომაა და მეც ვცდილობ, რომ გიორგის ეგ თანადგომა, როცა რაღაცა გადაღება აქ ან რაღაცა ჭირდება, მაქსიმალურად იმ მომენტში მე ავიღო რაღაც პასუხისმგებლობები და მას ეს თავისუფლება მიცე, რომ იქ მშვიდად იყოს. თუ სადმე რაღაც ცოტა დიდი ხანი უნდა წავიდა ერთი კვირაც რა, თუნდაც რა, რაღაც ეგეთი თუ მაქვს, სულ იმაზე კი არ ვფოთავ, რომ ეხა მარიამთან ბავშვს როგორ მიხედავს ეკი ცოტა ეგეც ხო მაგრამ უფრო აი რაღაც რო არ რა რაღაც არ ვიცი რა ის მერთვება რომ აი რაღაც ეგ დრო რო იკარგება ბავშვთან ყოფნის აი რაღაც უფრო ეგ მომენტი მაქვს რა რაღაცალეც რო ვაკეთებთ პაუზა გქონდა ამ რაღაცა ძალიან ემოციური იყო ეხლა რაც და არის რა რაც ხდება ქვეყანაში და რაღაცა უბრალოდ ვერ 2-3 თვე დავკარგეთ რამის კეთები. ხო, აი რაღაც ძალა რო არ გაქვს მაგის ისე რა. და გაჩერებული ქონდა, ეხლა ვცდილობთ რომ ანუ იქ თვითონ ეგ მუშაობაც რაღაცა იმას თერაპიასავით არის, იმდენად იქ კონცენტრირდები რას აკეთებ და სხვა რაღაცებზე არ ფიქრობ, რომ ტვინი ისვენებს რა რაღაცეებით და ეგ გვაქვს აი რაღაც განტვირთვის. ნიკას იმდენად ეს სიამონა აი პირველად უკვე ძალიან პატარა რო იყო მაშინ არა აი უკვე რომ დარბოდა და ის იმდენად გაუსწორდა იქ ყოფნა რა რომ უფრო მოტივი რაღაცა თითქოს ეგ იყო რომ დაგვეწყო რა თან მაგას კიდე ცალკე მუღამი აქვს ჩვენი ხელით რო ვაკეთებთ აი ეგ ძალიან კაია ყურადღებას ვაქცევთ აი ყველა დეტალს რა ბავშვთან ურთიერთობაში და აღზრდის თვალსაზრისით რა მართლა აი ყველა სიტყვას ვაკონტროლებთ როგორ უთხრათ და რანაირად უთხრათ რომ ის
ტრავმები თუ რა ვიცი რა ფსიქოლოგიურ რაღაცა რა შეიძლება დავარქვა რაც ჩვენ გამოგვივლია და ჩვენ თაობას და ჩვენ წინა თაობას ოღონდ ესეც თავის დაუნებურად ახლა არავის არ უნდოდა რომ თავის შვილისთვის რაღაცა ცუდი და ეგონათ რომ ესე კარგი იყო რა და აი ეგ რაღაცები რაც ეგონათ ეგენი გავიაზრეთ რომ ეგონათ და მაგ მხრივ მოკლედ ძალიან ჩართულები ვართ მაგაში რომ ანუ ვცდილობთ მაქსიმალურად ახლა იდეალური არაფერი არ არის და არ გამოგვდის რა თქმა უნდა და ჩვენს ჩვეულებრივად ბუნებრივია რომ ნერვები გვაქვს და ხანდახან გვიმტყუნებს და ასე შემდეგ მაგრამ იმას ვცდილობთ რომ ეგ ბავშვზე არ აისახოს და რაღაც მოქმედებაში არ გადმოვიტანოთ რა და აი მაგიტო ყველაფერს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. თვითონ ექიმებს და იმ მსგავს ადამიანებს, რომელსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლას და რაღაცა შიგნითვე სისტემაში არის იმდენად აი ეს დამოკიდებულება სისტემურად იმდენად აი ამ მენტალობის ადამიანები გვაწვდიან ინფორმაციას, რომლებსაც განვითარება არ უნდათ და ურჩევნიათ იმ კომფორტის ზონაში და ამიტომ შეიძლება უთხრას ნუტირი სირცხვილია ესა და კაცი არა გოგოები მოდიან ნუტირი პატარა რაღაცა მიმები ვით იყო რა დედას უჭირავს ტელეფონი და ეტლით ბავშვს ასეირნებს რა და იგივე შემთხვევით და რა ცუდი დედა იწერებ რომ ეს რანაირი დედა რომ ტელეფონში რა მეორე მიმია სადაც მამა ასეირნებს ეტლით და ტელეფონში ასევა და რა კარგი მამა ბავშვს ასეირნებს და ეს განსხვავება ჩვენთან არ ვიცი ჩემს ირგვლივაც ხდება იგრძნობა ხოლმე რომ რაღაცა თითქოს მამა თუ ბავშვს ასეირნებს კენგუროთი ეს ლამაზია და კარგია. ეგ ხო ეხლა ანუ არავის ბრალი არა ეს არის ყველაფერი გარედან მოწეპებული რაღაცეები ხო ანუ ვიღაცა რო იბადება იქ მე აი ესეა მამა მეს უნდა ქნა დედა მეს უნდა ქნას ეს არის და ნუ იждდება ადამიანი მაგაში და მე თუ რაღაც თვითონ არ გაუჩნდა კითხვის ნიშნები და თვითონ არ დააინტერესა რაღაცა ალბათ ცხოვრების ბოლომდე მიდის ეგრე რა ამ რაღაცა სტერეოტიპებით და იმებით ამთავრებს ცხოვრებას რომ მამამ ესე დედამ ესე რა და აი მართლა ძალიან ბევრ რაღაცას იმდენი საინტერესო ეტაპი არის ბავშვთან ერთად რაც შეიძლება გაიარო რომ მართლა მაგაზე მნიშვნელოვანი არ ვიცი რა შეიძლება იყოს აი შეიძლება ისე პედიატრმა ან რაღაცა ბავშვთან პედიატრს ეგრე არ გინდა მაგრამ კლინიკაში შეგქონია თვითონ ამათაც ანუ აი პროფესიონალი და ბავშვი რო ეხება რა ხო თავიდან ბოლომდე აი რაღაცით გიწყებს რომ ისა დედას უთხარი მე მყოფილ ვარ ბავშვთან ერთად და დედას უთხარით რომ ეს ეხლა ანუ რა დედას უთხარით რას ნიშნავს ვერ მხედავთ რა აქ რო ვარ თუ აი ეგ ანუ მაგას გეუბნებით რომ იმდენად ყველგან რაღაცა მოცული არის მაგითი ხო გაჟღენთილია იმიტომ რომ რაღაცა თითქოს დედა მიცის მარტო წამალი როგორ და ანუ იმას არ ვეხები ახლა შეიძლება რაღაცა ეგ ის იყოს რომ რაღაც დედას თავისი ბმა აქვს ბავშვთან და ანუ ეგ მაგაზე არავინ არ ლაპარაკობს მე ვლაპარაკობ აი ყოველდღიურობაზე მარტივ რაღაცაზე ვლაპარაკობ რა ქაურზე და მიწებულზე და რა რაღაცა დედას და შვილს შორის რა კავშირია, რასაც ვერ ხედავთ შინაგანი. მაგაზე ჩემი აზრით იგივენარი კავშირია მამას და შვილს შორის, რომელსაც დედაზე, ანუ ეგეც ძალიან ბალანსირებულია სამყაროში, მე ვამბობ უბრალოდ აი ესე ყოველდღიურობაში, როცა ძალიან მარტივ რაღაცას ვამბობ რა, ანუ აი რაღაც ბავშვი რო ყავს მიყავდა და დედას უთხარით ეს დალიოს ბავშვმა სამსაათზე. დე ჩემზე ლაპარაკობთ. ჩვენზე მამა. დე ზოგადად დედაზე შვილზე და ამ ურთიერთობას. შენ ხარ და რამე თქვი. მაგასაც ისა აქვს ხოლმე რაღაც რეაქცია კი არა და რაღაცა ეგ რო აღინიშნება ხოლმე რომ უი რაღაცა მე მყავს დატოვებული. სტერეოტიპებში ვართ გაზრდილები რომ რაღაცა დედა არის, დედა რომელმაც რაღაცა ბავშვს უნდა მიხედოს, თავის ცხოვრება უნდა ყველაფერი გადადოს და მიუძღვნას შვილს და მე ვამადლოთ ამ შვილს რომ მიუძღვენით ეს თავის ცხოვრება და ამ დროს ჩვენი გაჭირვება გქონდა და რაღაცნაირად მამები უნდა ყოფილიყვნენ. რა ვერ ვიტყოდი მთლად დაკავებული პიროვნებები რა ან მუშაობდნენ ან გულაობდნენ და რაღაც ეს ძალიან რეალური იყო სამწუხარო რეალობა და მტკივნეული ძალიან ჩემი ხო მაგრამ ესე იყო რაღაცნაირად თუმცა კიდევ აქ დავამატებ რომ ყველა მარტოხელა დედა არის გმირი ყველა ქალი მარტოხელა მამაც არიან მამებიც მარტოხელა მამები თუმცა იშვიათობა მაგრამ
სამწუხაროდ ეს მარტოხელა ქალი შეიძლება ქმარი ყავდეს და მაინც მარტოხელა დედა იყოს. ესეც ძალიან დიდი პრობლემაა. ასე რომ რავი, ვუსურვებდი სამყაროს, რომ გავიაზროთ ეს. ფიქრობ, რომ ეს პასუხისმგებლობა სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამ, უმჯობესია მე ესე ვფიქრობ, რომ გავიაზროთ და შევთანხმდეთ, რომ დედაც და მამაც ზუსტად თანაბარი მშობლები არიან და ორივეს ისევე შეუძლია დააზარალოს, როგორც გააბედნიეროს და რაღაცა სწორი მიმართულება დაიღოს. პატარათა ჩვენ, აი პატარები, ხა ჩემი დიდი შვილი 14 წლის არის რა და მე რაღაცეები, რაღაც ცხოვრების რაღაცა ეტაპზე, რომ აი რაღაცეები რომ ვისწავლე რა, რაღაცეები გავიგე და გავიაზრე და სხვანაირად რაღაცეები შემეცვალა, შეხედულებები და რაღაცეები, აი ესე თავისით ყოველგვარი რაღაც ინფორმაციის მოძიების და იმის გარეშე ისეთ რაღაცები უთქვამს, რომ აი რასაც მე ვსწავლობდი და ვეცებდი და აი ესე უბრალოდ თავისით უთქვამს რა. ჩემთვის კიდე ეგ ცალკე ის არის ელენესთან ის აბსოლუტურად სხვა ეტაპზე არის ახლა, ანუ ცხოვრობ თინეიჯერობაში შევიდა ახლა, ეგეც ძალიან დიდი გამოცდილება არის, ეგ ასაკები რომ გავლი იმ აქ თქვათ ელენესთან და ახლა ეს მომდის რა მაქით რა და რაღაცა ის ორ ფლანგზე საინტერესოა თან რა, შენ თვითონაც ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ რა და მე რაღაცა შენ მაგასაკთან შენ იმასაც იხსენებ რა იყო აი როცა რაღაცა ურთიერთობაში შედ რაღაცაზე რო გინდა დაილაპარაკო მე რაღაცა იმებს რო აავლებ რა პარალელებს შენ მაგ დროინდა იმასთან ცხოვრებასთან ეგეც გეხმარება რა და მან კიდე უფრო ხედავ აი განსხვავებას სწორ და არასწორ მიდგომებს შორის რა და ეგ ძალიან თვალსაჩინოა.